მეგობრობაზე, სიყვარულზე და ერთგულებაზე ბავშვებს კიდევ ერთი ზღაპარი ელოდებათ წინ. ეს არის პირველი ქართული საშობაო ზღაპარი, რომელიც გამოიცა ერთ წიგნად და სულ მალე წიგნის მაღაზიის თაროებზე პატარებს შეუძლიათ, რომ ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურონ ამ ზღაპრის საშუალებით. რადიო 1-ის და ელფის გამომცემლობის კონკურსში გამარჯვებული საშობაო ზღაპარის სახელწოდებით დაბრუნებული ბგერები. პრეზენტაცია ხვალ გაიმართება, თუმცა ამ ზღაპრის მიხედვით მსახიობებმა რადიო დადგმას განახორციელეს, რომელმაც ბავშვების ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა უკვე მათ თავად შეუძლიათ წაიკითხონ, გადახედონ ილუსტრირებული და მე მგონი ძალიან ლამაზი გამოცემა იქნება. თემა, რა თქმა უნდა, ეს არის მარადიული თემა არა მხოლოდ ზღაპრებისა, ეს არის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა და ზღაპარი გვიამბობს იმაზე, თუ როგორ დაამარცხა მეგობრობამ, სიყვარულმა და ურთიერთ გვერდში დგომამ ბოროტი ძალა საბოლოოდ და ეს ყველაფერი შობის ღამეს ხდება, ისე როგორც ბევრი სასწაული. თქვენი პირველი წიგნი არის საქართველოში, რომელიც შობის თემაზე დაიწერა და ცალკე წიგნად გამოიცა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ კომუნისტების დროს ახლა შობის თემაზე ნაკლებად რომ წიგნს გამოსცემდნენ, შემდგომში დიდად არავის უზრუნია ამ თემაზე და როგორც ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ამ თემაზე წიგნი ჯერ არ არსებობს. თავარ პერსონაჟებს თამაშობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბავშვო გადაცემის თიკო და პეპე და თიკო იცით კარგად, აი ისინი არიან ელფები, გოგო ელფი და ბიჭი ელფი. და აგრეთვე არის ნატუკა გულისაშვილი, რომელიც ბრძენს თამაშობს და კახა გოგიძე, რომელიც ბოროტ ჯადოქარს თამაშობს. ამ დადგმას ჩვენ პატარა რადიო მსმენელებს შევთავაზებთ 6 იანვარს 21 საათსა და 10 წუთზე გავა ჩვენი რადიო ეთერით, საზოგადოებრივი რადიო ეთერით 102-სა და 4-ზე შეუძლია მოისმინონ ეს ახალი საშობაო ზღაპრის რადიო დადგმა.